არ ვიცი როგორ შევძლებთ თქვენამდე გრძნობების მოტანას, მაგრამ ვიცი რომ ამის უთქმელობა და თქვენამდე არ მოტანა, ან არ გამხელა, ძალიან ცუდი იქნება. ესე იგი, მოკლედ, ჩემო კარგებო, ეს ადამიანები არიან ჩემი ფილმის გმირები. ძალიან მიყვარს, აი უზომოდ მიყვარს ეს ხალხი და იმიტომ რომ ჩემი ფილმის ერთი წარმატების თუნდაც თითოეული გმირი არის ეს ადამიანი, ვინც იმ ფილმში იყო და აი იმ ფილმის გადაღების შემდეგ იყო იმაზე საუბარი, რომ მე ჩემი ტელევიზია გადმომეტანა აქ და სატელევიზიო სკოლა გამეკეთებინა აქ და მე რაღაც პირობების გამო შეიცვალა, იმიტომ რომ ცხოვრებაში ბევრი რაღაც შეიცვალა და რაღაც კონდა ეს ამბავი შეიცვალა და დაისვა წერტილი, თუმცა ცირა კიდევ ვფიქრობ მაგაზე, რომ ეს გვარ გავაკეთე. კიდევ ვფიქრობ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც მაშინ თავაზობდა, რომ ხელ შეგიწყობთ, ყველაფერს გავაკეთებთ, კიდევ არის ამაზე საუბარი და თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ქვეყანაში რო ვაკეთებ, იმათ წელიწადში მე იცით რამდენი კარგი საქმე გავაკეთე. რამდენი თაობა გავზარდე, რამდენი ვიღაც გავზარდე. ეს არის შენი საკურსო ფილმის გადაღების ყველაზე მთავარი მომენტი. რას ფიქრობ, რა ემოცია? აი, რაღაცნაირი შეგრძნება. ვერაუცნებ შეგრძნება, რომ ბარსელონაში ვარ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია არის და ეკლესია. რაც ყველაზე მთავარი. და ნახე ყველაზე მთავარი, ნახეთ რამდენი ქართველია. ყველა ქართველია და ეს არის ადგილი, რომელიც არის პატარა ოჯახი, პატარა საქართველო. და მართლაც კარგი სათაური ქვია ფილმს, პატარა საქართველო ბარსელონაში, ხო? დილამშვიდობისა, სად მოვედით გურანთა? ქართულ ეკლესიაში ბარსელონაში. ძალიან განსხვავებული ადგილია მთელს ბარსელონაში, ქალაქში, რომელიც აი უზომოდ მიყვარს, ეს ადგილი, რომელსაც აი სულზე ვართხმოვა, რომ კვირადღე დადგეს. ყველა ქართველი დარწმუნებული ვარ, რომ აქ მოვიდეს, იმიტომ რომ საოცარი გარემო, საოცარი სამყარო გვექმნება, თვითონ ქართული, სულიერი, შვიდი და ნუ დანარჩენს ნახავთ თვითონ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმ გაწეული თანადგომისთვის, რასაც უწევს ჩვენს სამრევლოს, ჩვენს დიასპორას და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გაგრძელდეს ეს შეხვედრები და ეს არის ძალიან დიდი იმედი, ძალიან დიდი სტიმული იმისათვის, რომ ჩვენ აქ უცხოეთში გავაგრძელოთ მოღვაწეობა და სანამ ცხოვრობთ უცხოეთში, ვიყოთ ქართველები.